ასე რომ მთავარი ანტიისლამური ღონისძიება, რომელსაც ჯეიკ ლანგი ხელმძღვანელობდა და რომელმაც ასობით მოტოციკლისტი მიიყვანა დირბორნში, მიჩიგანში, უკვე გაიმართა და რბილად რომ ვთქვა, ძალიან დრამატული იყო. უბრალოდ შეხედეთ ამ კადრებს დასაწყისისთვის. ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობაა. შთამბეჭდავი სანახაობაა, ძალიან დაძაბული სანახაობა. ეხლა სინამდვილეში არ ვიცი ეს დირბორნში, მიჩიგანშია თუ არა გადაღებული, მაგრამ ასე იყო გამოქვეყნებული, როგორც საილუსტრაციო მაგალითი იმისა, რაც ხდება. და ეს მუსიკა საშინლად ჟღერს და არ მომწონს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ ღონისძიებაზე ყველაფერი ცოტა გადარეულად განვითარდა. და კიდევ ერთხელ ამ ღონისძიების იდეა იყო წინააღმდეგობა გაეწიათ ისლამიზაციისთვის და მას ხელმძღვანელობდა სკანდალური ჯეიკ ლანგი. მოგობ სკანდალური, რადგან მე არანაირად არ ვარ მისი საქციელისა და მისი სკანდალური ნაბიჯების გულშემატკივარი. ის ისეთი ადამიანია, რომელსაც უყვარს ისეთი რავი რაღაცების გაკეთება, რაც ბევრ ხმაურსა და აუზაუს გამოიწვევს. მაგრამ ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ შეუძლებელია უბრალოდ ისლამური ძალებით ქალაქის დაპყრობა და რომ ქრისტიანები არ დაბრუნდებიან მის დასაცავად. პატრიოტი ამერიკელები არ დაბრუნდებიან მის დასაცავად. და ვფიქრობ, მან ეს დაამტკიცა, მოდი დეტალებში ჩავუღრმავდეთ რა მოხდა. ასე რომ როგორც ხედავთ, აქ ასობით ადამიანია ამ კონტროტესტზე. და ისინი არაფერს განსაკუთრებულად ძალადობრუს არ აკეთებენ, უბრალოდ კვირიან. აშშ როგორც ნამდვილ პატრიოტებს ჩვევიათ. ეხლა კიდევ ერთხელ არ ვაპირებ თავი მოვეჩვენო, თითქოს ეს ღონისძიება დარჩა ყველაზე სასიამოვნო, კეთილ და ქრისტიანულ ღონისძიებად. არა, სიტუაცია ცოტა დაძაბული და არეულიც გახდა, მაგრამ კიდევ ერთხელ იდეა იყო ის, რომ ისლამისტებს გახსენებოდათ, რომ ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ყველაფრის ხელში ჩაგდებას. გულისხმობ, ეს არის ის ტიპის, მოიცადეთ ამ ვიდეომდე მალე მივალთ. მაგრამ რატო ხდება ეს? მათთვის ვინც არ იცის დირბორნის, მიჩიგანის ხელში ჩაგდების შესახებ, უბრალოდ შეხედეთ ამას ერთი წამით, კარგი? მოგესალმებით დირბორნის ყოველწლიურ სამართლიანობის მარშზე. ეს მარში ეძღვნება იმამ ჰუსეინ ალაის სალამის ურყევერდგულებას სამართლიანობის მიმართ. სხვათა შორის ეს დირბორნის მიჩიგანის მერი არის, ანუ ამერიკული ქალაქის მერი, რომელიც არაბულად პოსტავს და ამ მარშზე საუბრობს, ხო ასეა? იმ პოზიციაში, რომელიც მან 1400 წელზე მეტი ხნის წინ დაიკავა, როცა უსამართლობას დაუპირისპირდა. ეს არის ერთგულება, რომელსაც ჩვენ ყოველ დღე და ყოველ წელს ვაახლებთ. ამ სამართლიანობის მარში, რომის მასმიზლობითაც ასე ვამაყობთ დირბორნში. მე ვარ ალბაბინი დირბორნიდან. მაგალითად არ ვიცი, მაგრამ თუ მკითხავდით ეს ამერიკულ ქალაქში ხდება თუ არა. მე გეტყოდით, რომ უბრალოდ შეუძლებელია, რომ ეს ამერიკაში იყოს. მაგალითად, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამერიკელი მერი პირდაპირ არაბულად წერდეს თავის პოსტებს. ეს უბრალოდ არაბულადაა, ეს უბრალოდ შეუძლებელია. და ეს უბრალოდ შეუძლებელია, რომ ეს სრულიად ნორმალური და ბედნიერი იყოს. მართლა მაოცებს ეს ყველაფერი. ყოველ ჯერზე, როცა დირბორნზე, მიჩიგანზე ვსაუბრობთ, მაოცებს, რამდენად უცნაურია, რომ ეს რეალურად ხდება. რეალური რამ ხდება ამერიკაში. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ამ ყველაფრის კონტექსტი არის მასიური პროტესტი, რომელსაც მალე განვიხილოთ, მაგრამ უბრალოდ იმისთვის, რომ გაგაცნოთ, რაზე ვსაუბრობთ დირბორნთან, მიჩიგანთან დაკავშირებით, რადგან ამაზე ბევრს ისმენთ. Facebook-ის გვერდზე თუ post შევხედავთ და ქვემოთ ჩაუყებით see more-ს დავაჭერთ, ნახავთ, რომ მთელი post ინგლისურის შემდეგ არაბულადაა დაწერილი. რაც ძალიან საინტერესოა, რადგან ამერიკაში ვართ. უნდა იყოს მხოლოდ ინგლისურად. თუ მის სხვა პოსტებსაც გადავხედავთ, ისევ ნახავთ, რომ არაბულადაა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ებრაელი მერი რო პოსტავდეს. არა რომ ეხლა ეს ხდება, მაგრამ რომ ებრაული მერი პოსტავდეს ებრაულად. წარმოიდგინეთ, როგორი აჟიოტაჟი იქნებოდა. არა რომ იგივეა. ებრაელები ხო სინამდვილეში არ ცდილობენ ამერიკის დაპყრობას. ისინი ცდილობენ წვრილი შეიტანონ და მისი ნაწილი იყვნენ, მაგრამ როგორც გინდათ. post რო წერს თარგმნის არაბულად, ან მისთვის ეს ალბათ მშობლიური ენაა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ძალიან უცნაურია, რომ მიჩიგანის ამერიკული ქალაქის მერი ყველა პოსტს არაბულად წერს. და ის არა მხოლოდ პოსტებს წერს არაბულად, არამედ ყოველთვის ამატებს მუსლიმურ სუბტიტრებსაც თავის პოსტებში. რათა ყველა ვინც იქ ქვემოთ ხედავთ, რათა ყველა მუსლიმი იყოს. გულისხმობ, ეს უბრალოდ სიგიჟეა. და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ის ცდილობს მოიზიდოს ისლამური ამომრჩეველი, მაგრამ ისევ ჩვენ თქვით, რომ ღონისძიებაზე ვილაპარაკებით. ასე რომ ეს არის ის ვიდეომასალა, რომელიც ვრცელდებოდა და ხალხი ძალიან შეაშფოთა იმით, რაც მოხდა. ყველა მოტოციკლეტისტთა კლუბს და ყველა მოტოციკლეტისტთა კლუბის პრეზიდენტს. ეს მიმართვა ყველა მოტოციკლეტისტს. გვჭირდება რომ შემოგვიერთდეთ ჩვენს ჯვაროსნულ ლაშქრობაში დირბორნში, მიჩიგანში. White Rabbits won motociclist გრუხუნი გაისმას დირბორნში, მიჩიგანში. 18 აგვისტოს საღამოს 6 საათზე, რათა მხარი დაუჭირონ მე და ჯეიკ ლენგს, ასევე პასტორ ლორენცოს. გულისხმობ იმას, რომ თავად ის ფაქტი, რომ ამას ჯვაროსნულ ლაშქრობას უწოდებენ, გარკვეულ მინიშნებას გააძლევს თუ რატომ იყვნენ ადამიანები ამ ღონისძიების გამო ცოტა ნერვიულები. ეხლა ჯვაროსნებო, უნდა ჩავიდეთ დირბორნში, მიჩიგანში, რომ დავიცვათ ჯეიკ ლენგი და სხვა ჯვაროსნები, რათა ისლამს ვაჩვენოთ. თქვენ ვერ წაიღებთ ჩვენს ქვეყანას ძალით. მოიმკეთ ახლა, რადგან მოსავალი მწიფია, ამბობს უფალი. სწორია. White Rabbit-ი ყველა მოტოციკლისტსა და ყველა მოტოკლუბის პრეზიდენტს მოუწოდებს. კარგი, ანუ ვფიქრობ, ეს საკმაოდ აშკარა და საკმაოდ შემაშფოთებელია, ხო ესეა. მოდით ვნახოთ რა სიტყვის ჯეიკ ლენგი ამ ღონისძიებაზე.
ყველა მუსლიმს დირბონში, მიჩიგანში მოდით და მოინათლეთ დღეს და გადარჩით მუჰამედის სატანური, პედოფილური რელიგიისგან. იესო ქრისტეს უნდა მიგიყვანოთ სახში და მოგცეთ მადლი, რომელსაც ვერ დაიმსახურებდით. მოინათლეთ დღეს ძმებო ჰენრი ფორდის ბიბლიოთეკაში საღამოს 6 საათზე. ჩვენ მოგიწყობთ დიდ ხორისმცვას და ნათლობის ცერემონიალს, სადაც ვადიდებთ დირბორნის მეფეს, თავად იესო ქრისტეს ნაზარეთელს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა. თავისუფლება უფასო არ არის. წამოდექი ჯვაროსნებო. კარგი, აი სწორედ ამიტომ არ მომწონს ეს ბიჭი, რადგან ეს უბრალოდ კლიკბეიტია, ხო ესე თითქოს ისლამისტებს იწვევს, რომ ღორის ფესტივალზე მოვიდნენ და მოინათლონ. ღმერთო ჩემო, მართლა ღმერთო ჩემო. და საკუთარ თავს ჯვაროსნებს ეძახიან და სხვებსაც ჯვაროსნებს უწოდებენ. უბრალოდ შეგახსენებთ, ჯვაროსნები ძალიან ძალადობრივები იყვნენ. ვინ იყვნენ ჯვაროსნები, ხომ ასეა? მოდით წავიკითხოთ ეს. ჯვაროსნები იყვნენ დასავლეთ ევროპელი ქრისტიანი ჯარისკაცები და რაინდები, რომლებიც იბრძოდნენ სამხედრო კამპანიების სერიაში, რომელსაც ჯვაროსნული ლაშქრობები ეწოდება 2091 წლამდე. ისინი ტანსაცმელზე ჯვრებს ატარებდნენ როგორც რწმენის სიმბოლოს და მიდიოდნენ ახლო აღმოსავლეთში, რომ იერუსალიმი და წმინდა მიწა ისლამური მმართველებისგან დაეკავებინათ. კადი. როგორც არ უნდა იყოს, ისინი იბრძოდნენ რელიგიური რწმენებისთვის, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ საშიშები და სახიფათოებიც იყვნენ. და როცა ესეთ კონტენტს ხედავ და ამგვარ მასალას და შემდეგ ხედავ რაც ხდება, გასაგებია რომ ხალხი ამით ძალიან ბედნიერი არ არის. კარგი, ასე რომ ბიჭი, რომელიც სრულად ტაქტიკურ აღჭურვილობაში იყო, დააკავეს დირბორნის მიჩიგანის პროტესტზე, მას შემდეგ რაც თოფი მიუშვირა. პოლიციელები შემოეხვინენ მას. ერთი წამით. მისი სახე დაფარულია მწვანე შარფით, აცვია კამუფლაჟის ჟილეტი და სრული აღჭურვილობა. შემდეგ კი იარაღს პირდაპირ ხელიდან ართმევენ, ხელბორგილებს მაგრად და პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე სვამენ, სანამ ხალხი უყურებს. და ეხო დემონსტრანტები და კონტრპროტესტის მონაწილეები უკვე დაძაბულ დაპირისპირებაში არიან ბიბლიოთეკის გარეთ. კიდევ ერთი ნაბიჯი და ეს შეიძლება სასიკვდილოდ დასრულებულიყო. სხვათა შორის მარიო ნაფალი ის ადამიანია, ვისაც ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. მისი წყაროები გაურკვეველია, მაგრამ აი უამრავი ვიდეო კადრია, სადაც ამ კაცს აკავებენ და ხალხი ამაზე პანიკაშია. კიდევ ერთხელ ვფიქრობ, თუ ვინმე თოფს დაუმიზნებ, კი უნდა დაგაკავონ პროტესტის დროს. რა სისულელია, ეს ძალიან საშიშია და პრობლემურია. და მე არ ვამბობ ღმერთო ჩემო, ნახეთ რა სასისტები არიან. და კიდევ უკან მყოფი ადამიანები, რომლებიც ყვირიან, ასე შუ განათლებულები არ არიან. გამოიცანი ვის მოკლა ბუნებრივმა იურისტმა. აშიში. უბრალოდ კარგი არ არის, იყო ძალადობრივი ჯგუფი. და ისევ არეულობის პოლიციელები სრული აღჭურვილობით, ჩაფხუტებით, ფარებით და ხელკეტებით გამოვარდნენ და პირდაპირ შეეჯახნენ წინსვლით მოსულ ანტიისლამურ ბრბოს, ჰენრი ფორდის ბიბლიოთეკის გარეთ დირბონში. რატომ? იმიტომ რომ თაგეგმილი ანტიისლამური პროტესტი დაძაბულობაში გადაიზარდა. როგორც წარმოვიდგენთ, ეს ადამიანები, რომლებიც დირბონში ისლამური დაპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად მოდიან, გაბრაზებულები და აღელვებულები არიან და ჯეიკი ამას განსაკუთრებით არ ამშვიდებს, ასე ვერ ვიტყოდი. ამიტომ სიტუაცია ძალადობრივად ვითარდება და ეს კარგი არ არის. გულისხმობ იმას, რომ მე განსაკუთრებით არ მიგვირს, რადგან ვერავინ უყურებს ამ ვიდეოს, ან ამ ვიდეოზე იფიქრებს, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, სასიამოვნო, მშვენიერი ღონისძიება, რომელიც უბრალოდ ქრისტიანული ღირებულებების დასაცავადაა. არა, ეს განზრახ პროვოკაციული ღონისძიებაა. კიდევ ერთხელ, მე ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც გეტყოდათ, რომ არ ვარ ყოფილი იმით, რაც დირბონში, მიჩიგანში ხდება, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს არის სწორი პასუხი. უბრალოდ ასე არ ვფიქრობ. შეიძლება ესეც იყოს. სიამოვნებით მოვისმენ თქვენს არგუმენტებს კომენტარებში. მაცნობეთ, მაგრამ ეს ის რაღაცაა, რაც უბრალოდ აშინებს და აშინებს ხალხს. კიდევ ერთხელ, შეიძლება ეს ერთადერთი გზაა სერიოზულ საფრთხესთან გასამკლავებლად. ღიავარ, დამარწმუნეთ კომენტარებში, მინდა თქვენი აზრი მოვისმინო ამ საკითხზე. მაგრამ ამავე დროს, რაღაც ამაში საკუთარ თავს ჯვაროსნულ ლაშქრობებს რომ უწოდებ, მოდიხარ თოფებით და უამრავი მოტოციკლისტური იარაღით, რომ დააშინო და შიში დათესო. თითქოს შიში შექმნა და სარგებელი მიიღო, თითქოს ეს პიარისთვის აკეთო. ეს არ არის, ეს უბრალოდ არ არის ის, რასაც უჭერ მხარს. მე მჯერა, რომ ეს საკითხები კანონიერად უნდა შეჩერდეს, მეჩეთები უნდა დაიხუროს და ინტეგრაცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ. ხო გესმით მსგავსი რაღაცეები. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია. არ ვარ დარწმუნებული, რომ სრულმასშტაბიანი ჯვაროსნული ლაშქრობის მომხრე ვარ. გულისხმობ, შეხედე ამას. ამ ვიდეოს მიხედვით ესენი პრო-ისლამისტი მომიტინგეები არიან, რომლებიც კიდევ ერთხელ მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ჯეიკ ლენგის თემაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს უჭერ მხარს. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები 10-ჯერ უფრო საძაგლები არიან და სინამდვილეში ვფიქრობ, რომ რაღაც პატივსაცემი არის იმაში, როცა ადამიანები ამბობენ, რომ მოდიან თავიანთი რელიგიის დასაცავად და არ აპირებენ უკან დახევას. ამერიკის დასაცავად არიან აქ. და ეს ისლამისტები მოდიან, რომ ყველაფერი ჩაიგდონ ხელში, შეხედეთ მათ, ისინი საშიშები არიან. თქვენ ყველა მიცით ჩემი აზრი ამაზე, აშკარად მათ პალესტინის ხალხდამჭერი დროშა აქვთ. რატომ გჭირდებათ პალესტინის დროშა? მაგრამ ეს ამერიკა, ეს ისეთივეა, როგორც პროამერიკული ჯგუფები. ადამიანები, რომლებიც ანტის წინააღმდეგი არიან, თითქოს ისლამისტების წინააღმდეგი არიან. და ისინი საშიშები არიან, ეს ადამიანები საშიშები არიან, ეს არ მომწონს, ეს საშიში ჯგუფია.
ჰეი, ისინი ყვირიან ალლაჰ აკბარს. იცი რა, როცა ამ კადრებს უყურებ, შეიძლება ვწდები. შეიძლება მართლა საჭიროა ჯვაროსნული ტიპის პასუხი. შეიძლება მართლა რაღაცა ძალიან კაცრი გჭირდებათ, რადგან როცა ათასობით ადამიანი ქუჩაში ყვირის ალლაჰ აკბარს, მე ეს არ მომწონს. ვფიქრობ, ეს სერიოზული პრობლემაა. აკბარ, ანუ მგონი ისინი ცდილობენ დააშინონ, ძალადობა გამოიწვიონ და ყველა შეაშინონ. ეს მათი სტილია. მაშ რატო არ უნდა იყოს მსგავსი პასუხი მათ მიმართ? ანაზე ორად ვერ გახვეჩილი, რადგან საბოლოოდ მინდა რომ უკეთესი მხარე ვიყო, მაგრამ როცა ბოროტებას ეჯახები, როგორ უნდა უპასუხო მას? არ ვიცი, იქნებ ცოტა ბოროტებითაც. არა, მე დაწმუნებული არ ვარ, ანუ შეხედე ამ პროტესტებს. ასე რომ ეს ქაოსია, ანუ ეს პირდაპირი ქაოსია. აი ოსია, აი ჯეი კლანგი. ეს სრულიად სიგიჟე. ეს იმიტომ ხდება, რომ დააკავეს პროისლამური პროტესტის მონაწილე, რომელსაც იარაღი ჰქონდა. ეს სიგიჟეა. მოიცადე ერთი წამით. ის ვიდეო, სადაც იმ ბიჭს აკავდნენ, ნახეთ? არა, მგონი ის ამერიკელების მხარეს იყო. ანუ პროისლამური პროტესტის მონაწილე, რომელსაც იარაღი უჭირავს. ეს სიგიჟეა. სხვა შორის დაახლოებით 55% დირბორნის, მიჩიგანის ცხოვრებლებისას მუსლიმია. შეხედე ამ კონტენტს. ხო, საკმაოდ ქაოტურად გამოიყურება, მგონი ესე აღწერა ყველაზე სწორია. და დასასრულებლად, აი ჯეი კლანგი და მისი აზრები იმაზე რაც ხდება, მოდი მოусმინოთ. ან დააგდებმათ, ან გაგიყვანენ. ერთი წამიგავს და გაგიყვანენ. რას აპირებ? დააგდე ისინი, თორემ გაგიყვანენ, აქ ციგნები და სხვა ნიუთები არ შეიძლება. ესაა საბჭოს წესები. ასე რომ ის აქ საბჭოს ხდომაზე მოვიდა. ჰეი! წავიდეთ. 3 წლის განმავლობაში ZDZ ინგლისში ახალშობილთა შორის ყველაზე პოპულარული სახელი იყო მუჰამედი. მითხარი რომ თეთრი ქრისტიანები არ არიან შემოჭრის მსხვერპლი, როგორ შეგიძლია ასე თვალებში გვატყუო შენი თაქიით? ეს არის შემოჭრა ყველა მიმართულებით. ჩვენს ხალხს სამუშაო ადგილებიდან აძევებენ. ქალაქის საბჭოებიდანაც გვაძევებენ. თაქიის მუსლიმების ამაკი გამომეტყოლება უნდა გაქრეს ამ ხალხის სახეებიდან. ეს ადამიანები ცდილობენ გაგვანადგურონ. ეს ადამიანები ცდილობენ ჩვენზე მეტი შთამომავლობა ჰყავდეთ. მუსლიმები აქ ასიმილაციისთვის არ მოსულან. ისინი აქ მოვიდნენ რომ ამ მიწის სიმდიდრეც აქვართვან, ჩვენი ქალები გააუპატიურონ. რა სიტყვით იმ 250,000 ქალს ინგლისში, რომლებიც პაკისტანელმა მუსლიმებმა გააუპატიურეს და მათ მხოლოდ მსუბუქი სასჯელი მიუსაჯეს ამ ფსევდოპროგრესული დემოკრატიული რეჟიმისგან. ნახე, მე ვფიქრობ, რომ ის ანტაგონისტია, მაგრამ სიტყვასიტყვით ყველაფერში ვეთანხმები, რასაც ამბობს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მეთოდებს ვეთანხმები, მაგრამ ვერ ვარყოფ, რომ ის სიტყვებში სიმართლეა. და შეიძლება სწორედ ესეთი ანტაგონისტური განწყობის ადამიანი გჭირდებოდეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან ამ ეტაპამდე არაფერი სხვა ნამდვილად არ მუშაობს. მუსლიმებს დემოკრატები იყენებენ, რომ ამერიკაში სოციალიზმი დაამკვიდრონ. ჩვენ ეს ვეცით. შეხედე ყველა წამყვან მუსლიმ ლიდერს. ისინი ყველანი ემსახურებიან ჰომოსექსუალობას, ტრანსგენდერთა დღის წესრიგს და სოციალიზმს. თქვენ ყალბი მუსლიმები ხართ. თქვენ უბრალოდ იყენებთ დემოკრატებს, ამ ფსევდოპროგრესულ ლიბერალ იდიოტებს, ნიუ-იორკის ქალებს, რომ ძალაუფლება მოიპოვოთ. და როცა მუსლიმები ამ ქვეყანაში ძალაუფლებას მოიპოვებენ, მაშინ დაიწყებენ ჰომოსექსუალების სახურავებიდან გადმოგდებას. ზუსტად ისე, როგორც პალესტინაში ხდება. თქვენ ყველანი პალესტინაზე ტირით. სადეთ იყოთ თეთრკანიანი ქრისტიანი კაცი, რომელიც პალესტინაში ღმერთის სიტყვას ქადაგებს. გამოიცანით, რა შეიძლება დაგემართოთ. ზუსტად ისევე, როგორც მე დამემართა აქ, დირბონში, მიჩიგანში. პალესტინაში, ავღანეთში, იემენში, ერაყში, იესო ქრისტეს სახელის ხსენებისთვის დაქოლავენ. იესო ქრისტე აკრძალული ამ ქვეყნებში და ჩვენ ვიდგებით ვტკიცეთ, ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. თქვენი დრო ამ ქვეყანაში იწურება. დეტროიტის შავკანიანი ქრისტიანი ამერიკელების ძარცვის დრო დასრულდა. მუსლიმებო, დაბრუნდით სახლში, სანამ ჩვენ სახლში გაგაბრუნებთ. ჩვენ გვაქვს საკრუიზო გემები, გვაქვს თითფრინავები, გვაქვს მატარებლები და ჩვენ ამ ყველაფერს ავავსებთ არაბებით. თქვენ უნდა დაბრუნდეთ სახლში, ჩვენ არ გვინდა რომ აქ იყოთ. ჩვენმა დამფუძნებელმა მამებმა ქვეყანა თავიანთ შთამომავლობას დაუტოვეს, თეთრ ქრისტიანებს და მათთან მოიყვანეს თავიანთი შავი მეგობრებიც. და ეხლა ჩვენ აქ ვართ, რომ ამერიკა დავიბრუნოთ შავკანიანებისთვის, ქეთრებისთვის და ესპანელებისთვის. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ეს მესამე სამყაროს ნაბიჯურები ჩვენზე უბრძოლველად გადაიარონ.
ქრისტეს სხეული ერთია. თუ ქრისტეში ხარ, ჩემი ძმა ხარ. თუ ისლამის წინააღმდეგ დგახარ, ჩემი ძმა ხარ. თუ მზად ხარ, ადგე და ეს ქვეყანა დაიბრუნო, ჩემი ძმა ხარ. შემოუერთდი ჯვაროსნულ ლაშქრობებს და ამოძირკვე ეს სისაძაგლე ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენსას მივაღწევთ. მოვიდეს სისხლი თუ ოფლი, ჩვენსას მივაღწევთ. შენი დრო ამოიწურა. ეს შენი ქრისტიანული მიწაა. ქრისტე მეფეა. კარგი, აი ესეა. ამიტომაც ხალხის განსაკუთრებით არ უყვარს, მაგრამ ამასთან ერთად მას რაღაც არგუმენტები აქვს და სწორედ ამას ეჭიდებიან ადამიანები. ხარს უჭერ ესეთ რამეს, არ უჭერ ხარს ესეთ რამეს, შენ რამეს, შენ ამის მომხრე ხარ, წინააღმდეგი ხარ, გჭირდება ეს, არ გჭირდება. ეს დამაბნეველია, რადგან ცოტა საშიშია, მაგრამ ამავე დროს უსმენ მას და ფიქრობ, მოიცა რაღაც სიმართლის ელემენტები ნამდვილად არის ამაში. მიყვარს ის ფაქტი, რომ ამერიკა და ევროპა ისეთი ქვეყნებია, რომელმაც ბევრი ადამიანის მიღება შეძლეს, მაგრამ შეგიძლია მხოლოდ მაშინ მიიღოს სხვადასხვა ტიპის ადამიანები და იზეიმოს სხვადასხვა კულტურები, თუ ისინი ყველა მზად არიან ინტეგრირდნენ ამერიკულ ღირებულებებში. და თუ ისინი ამით აინტერესებულები არ არიან, ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, ისლამისტებმა ამ საკითხზე ძალიან მკაფიო მიმართულება და შეხედულება აჩვენეს, ასე რომ გონი მადლობა, რომ ამ საკითხ ყურადღება მიაქციეთ.